წარმოიდგინე გზა, რომელიც შენ სოფელში უნდა აშენებულიყო, ბოლომდე არ მეიყვანეს. ნორმალური ასფალტიანი გზა. ამისთვის იყო ბიუჯეტი, იყო გეგმა, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ იმ მოსახლეებში ან ალაგ-ალაგ დააგეს გზა, სადაც მანქანებს ასვლა განსაკუთრებით უჭირთ. დანარჩენ ადგილებში კი არის ისევ ტალახი და ქვა. ალბათ ფიქრობ, რომ ამას აქვს კონკრეტული მიზეზი და მართალიც ხარ. ეს არის კორუფცია. გზისთვის გამოყოფილი ფულის ნაწილმა უბრალოდ ვიღაცის ჯიბეში გადაინაცვლა. შედეგად კი მივიღეთ ალაგ-ალაგ დაგებული გზა. კორუფცია არ არის მარტო ქრთამი, ეს არის ბევრად უფრო ჩუმი, სტრუქტურული და ყოველდღიური რამე. ესაა, როცა ფული, რომელიც სკოლაში, კლინიკაში ან გზის დაგებაში უნდა დაიხარჯოს, რომელიღაც ჩინოვნიკის პირად კეთილდღეობას ხმარდება. და ეს ჩვენ გვაზარალებს პირდაპირ, ხანდახან ისე, რომ ამას ვერც კი ვაცნობიერებთ. მაგრამ როცა გზები არ კეთდება, კლინიკებში ვერ ვიღებთ შესაბამის სამედიცინო დახმარებას, პედაგოგს არ ყოფნის ხელფასი, მიზეზი შეიძლება სწორედ ის ფული იყოს, რომელიც არა მიზნობრივად იხარჯება. დარწმუნებულივარ გიფიქრიათ, თუ რატომ უნდა ყველას ხელისუფლებაში მოსვლა ამ ქვეყანაში. იმიტომ ხომ არა, რომ მათთვის ფულის შოვნის შანსები იზრდება. რაც საქართველო დამოუკიდებელი გახდა, მას შემდეგ გვესმის მთავრობაში მყოფთა კორუფციული გარიგებების შესახებ. შევარდნაძის და სააკაშვილის დროს არაერთი კორუფციული სკანდალი მომხდარა, გაიხსენეთ მაგალითად ვანო ჩხარკიშვილის, დავით კეზერაშვილის და სხვათა ცხოვრება, რომლებმაც სახელმწიფო რესურსის ხარჯზე მილიონები დააგროვეს. ქართული ოცნების მთავრობასაც არ აკლია კორუფცია, თვლად ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და არაერთი მინისტრი იყო შემჩნეული კორუფციულ გარიგებებში. მაგრამ დასჯით, ბევრი არავინ დაუსჯიათ, იქნებ იმიტომ, რომ ხალხს კორუფცია დიდად არ აღელვებს. კორუფცია გვხვდება უფრო დაბალ პოზიციებზეც. მაგალითად, 2019 წელს მესტიის მერმა ტენდერები პირდაპირ თავის ოჯახს მისცა. და რაც მთავარია, პროკურატურას ამ ამბავზე ყურიც არ შეუბერტყავს. 2022 წელს სოფელ დუზაგრამაში მერის წარმომადგენელმა 90 ჰექტარი მიწა მიითვისა. პირდაპირ ადამიანების მოტყუებით და დოკუმენტების გაყალბებით. ანუ წარმოიდგინეთ, როგორია, როცა ერთი ჩინოვნიკი მთელი სოფლის რესურსს იყენებს და აქცევს თავის საკუთრებად. ესეც კორუფციაა. ბევრ ჩინოვნიკს გონია, რომ ბიუჯეტი მისი პირადი საფულია. ზოგმა სახელმწიფო პროგრამის ფულით ნათესავის ბიზნესი დააფინანსა, ზოგმა საჯარო მიწები მიისაკუთრა. და თუ ფიქრობ, რომ ხო ეგრეა, მაგრამ ყოველთვის ასე იყო და იქნება, მოდი ფაქტები ვნახოთ. იყო დრო, როცა საქართველოში ქრთამი იყო სტანდარტი, მაგალითად 2004 წელს საჯარო რეესტრში ქრთამის გარეშე, აი იმ პერიოდში ქრთამის გარეშე ვერაფერს გააწყობდი. მაგრამ მხოლოდ 2 წელიწადში ყველაფერი შეიცვალა. რეფორმებმა მოიტანა შედეგი და მოქალაქეებს უკვე საბუთების აღება შეეძლოთ ოფიციალურად კანონის ფარგლებში. ესტონეთი ავიღოთ ქვეყანა, სადაც 90-იანებში ისევე როგორც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კორუფცია ნამდვილად მძვინვარებდა. დღეს კი თითქმის ყველა სახელმწიფო სერვისი არის გადატანილი ონლაინ სივრცეში, რაც ნიშნავს, რომ არავის სჭირდება იქ შუამავალი, ვინც საქმის დაძვრაში დაეხმარება მაგალითად და შედეგად ესტონეთი დღეს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყანაა, ამის გვეუბნება საერთაშორისო სტატისტიკა. მაგრამ ამას სჭირდება ხალხის ნება და მოთხოვნა, რომ კორუფცია დასჯადი იყოს. ბიუჯეტი, რომლიდანაც მთავრობის წევრები და საჯარო მოხელეები ფულს იპარავენ ხოლმე, ივსება თქვენი გადახდილი გადასახადებით. აი მაგალითად, პურს რომ ყიდულობთ, დენს ან გაზის პულს იხდით, მან ყველგან არის გათვალისწინებული გადასახადები და თქვენს მიერ გადახდილი თანხის 18 ან 20% ბიუჯეტში მიდის. ანუ პურს რომ ყიდულობ, ერთლარად იქედან 18 თეთრი მაინც მიდის ბიუჯეტში, მეტი თუ არა. 2024 წელს პროკურატურამ დაიწყო 155 გამოძიება კორუფციის საქმეებზე. სასამართლომ სულ 64 პირი ცნო დამნაშავედ და მათ შორის იყვნენ მაღალი თანამდებობის პირები. თუმცა ბევრი ასეთი ამბავი საერთოდ არც კი იწვრის. იმიტომ რომ ზოგიერთ შემთხვევაში ის, ვინც საქმე უნდა გამოიძიოს, იმავე სისტემაში მუშაობს. მაგრამ იცით რა, ამ ამბავში ყველაზე საშიში თვითონ კორუფციის ფორმა კი არ არის, არამედ არის ადამიანების ნიჰილიზმი და გულგრილობა ამ ფაქტების მიმართ.
ის რაც გვაიძულებს მხევი ავიჩეჩოთ და ვთქვათ, რომ ეს საქართველო აქ ასეა, რეგიონებში როცა ვმუშაობთ და იქ ხვდებით ადგილობრივი მთავრობების მიერ კორუფციულ გარიგებებს ვიკვლევთ, ვაშუქებთ, მოქალაქეებს ხშირად უთქვამთ, რომ აი ჩვენც რო ვიყოთ მთავრობაში, ჩვენც ხომ მოვიპარავდითო და საბრძოლველი სწორედ აქაა ადამიანებმა რომ გაიგონ, რომ ბიუჯეტიდან ფულის მოპარვა არის ისეთივე დანაშაული, როგორც მაგალითად თქვენი სახლის გაქურდვა იქნებოდა. არ არსებობს კორუფციასთან ბრძოლის ჯადოსნური რეცეპტი, მაგრამ არსებობს გამოცდილი მექანიზმები, რაც ბევრგან მუშაობს, მაგალითად ციფრული სერვისების შემოღება და დანერგვა, რადგან რაც ნაკლებია ბიუროკრატია, მით ნაკლებია ქრთამის შანსი. დეცენტრალიზაცია, როცა ყველა გადაწყვეტილებას 2-3 კაცი არიღებს, ცდუნებაც ნაკლებია. გამჭვირვალობა, მერია თუ პროექტი განახორციელა, ყველა ხარჯი უნდა იყოს ონლაინ და ჩანდეს და თავისუფალი მედია და დამოუკიდებელი სასამართლო, ეს არის კონტროლის მექანიზმი. და ბოლოს სახელმწიფო ფული შენი, ჩემი და ყველა ჩვენგანის რესურსია და თუ ეს ფული, რომელიც შენ შეგაქვს ბიუჯეტში, რომელიც სკოლაში უნდა წავიდეს და ვიღაც ჩინოვნიკის აგარაკში მიდის, კი ნამდვილად სამართლიანი არის ამის წინააღმდეგ ხმის ამოღება. რადგან კორუფციასთან ბრძოლა მარტო პროკურატურის ან სასამართლოს საქმე არ არის და შეიძლება სისტემა ერთ დღეში ვერ შევცვალოთ, მაგრამ თუ დავიწყებთ იმით, რომ დავინახავთ, ვილაპარაკებთ, არ დავდუმდებით ამ ფაქტებზე, შეიძლება 10 ისე შორს იყოს ცვლილება, როგორც დღეს გვგონია.